თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე დოქტორანტმა გიორგი დგებუაძემ წარმატებით დაიცვა დისერტაცია. საერთაშორისო სისხლის სამართალში თემაზე ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხები საერთაშორისო სისხლის სამართალში. დისერტაცია ეხება საერთაშორისო დამნაშავეების დაკავების პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს. სადისერტაციო ნაშრომი ეხებოდა დანაშაულის ინდივიდუალური შერაცხვის პრობლემას საერთაშორისო სისხლის სამართალში, იმ პრობლემას, რომელზეც არის აგებული საერთოდ საერთაშორისო სისხლის სამართლის დოგმატიკა და სასამართლო პრაქტიკა. ეს ეხება პასუხისმგებლობის უახალეს სახეებს, მაღალი თანამდებობის პირების გასასამართლებლად და ასევე საშუალო და დაბალი დონის პირების გასასამართლებლად. ეს არის სისხლის სამართლებრივი ახალი კონტექსტი, კონცეფცია, რომელზეც შემდეგში უნდა აიგოს სისხლის სამართლის ნაციონალური ეროვნული სამართლის ინფრასტრუქტურა. ჩემს სადისერტაციო ნაშრომში თვითონ განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებ რა ერთი მხრივ ამ ასეთი დოქტრინების ტრანსპლანტაციაზე ნაციონალურ სისხლის სამართალში, მეორე მხრივ ასე ვთქვათ ჩვენს კანონმდებლობას თავაზობს სპეციალურ მუხლს, სადაც შეიძლება ყველაფრის ამის თავმოყრა. როგორც დისერტაციის ხელმძღვანელმა მერაბ ტურავამ აღნიშნა, ეს თემა განსაკუთრებულად აქტუალურია საქართველოში, როგორც ისტორიულად, ასევე დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე. ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ეძღვნება ისეთ თემას, რომელიც არის დაკავშირებული საერთაშორისო დამნაშავეების დასჯაზე და საერთაშორისო დანაშაულის ჩამდენი პირები ისჯებიან ეროვნულ დონეზე, ეროვნული სასამართლოების მიერ, მაგრამ მაშინ, როდესაც ეროვნული მექანიზმები არის უძლური და უმოქმედო საერთაშორისო დამნაშავეების მიმართ, ასეთ შემთხვევაში ამოქმედდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია. გიორგი აფხაზეთიდან დევნილია. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2011-2015 წლებში იგი გერმანიაში, კიოლნის უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე სწავლობდა. მომეწონა ეს ნაშრომი და უნდა გითხრათ, ძალიან დიდი სიამოვნება განვიცადე ამ ნაშრომის საკითხით და უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მე თვითონაც ამ ნაშრომის საკითხის შედეგად და რომელსაც მე წარმატებით გამოვიყენებ ჩემს სტუდენტებთან მუშაობის დროს. Es handelt sich eine ganz spannende ამ ნაშრომში საუბარია ძალიან საინტერესო თემაზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა სამართლებრივ დისციპლინა და ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და დისერტაცია იმით გამოირჩევა, რომ სწორედ ასეთი საკითხების ფუნდამენტური ანალიზი ხდება და მიღებული პასუხები ქართული სამართლისთვისაც მნიშვნელოვანია. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ქართველი მეცნიერი ამ პროცესების განხილვაში ჩართული და საერთო გლობალურ პროცესებში საქართველოდანაც ისმის მეცნიერული ხმა. ამიტომაც ძალიან მიხარია, რომ თბილისში ასეთ შესანიშნავ დისერტაციის დაცვაში მივიღე მონაწილეობა.